თაკო, სანამ გადავალთ წიგნის განხილვაზე, ასეთი კითხვა მინდა დაგისვა, რომელიც ამ წიგნშივე ამოვიკითხე. რას ნიშნავს ვიყო ადამიანი სამუშაო გარემოში? ნინო, მე შენ კერთხელ კითხე უკვე რატომ იცი ესეთი რთული კითხვების დასმა? ვიყო ადამიანი სამუშაო გარემოში, ჩემთვის ნიშნავს ალბათ, რომ ვიყო ავთენტური, ვიყო თავისუფალი, რომ გამოვხატო ემოციები, რა თქმა უნდა, რაც ფარგლებში. და ვიყო თავისუფალი, რომ ვისაუბრო და გავუზიარო აზრი ჩემ თანამშრომლებს და მოვისმინო მათიც. მეც რომ მკითხოს ადამიანმა, პირველი ეგ ასოციაცია გამიჩნდა, რომ ვიყო მშვიდად და თავისუფლად მქონდეს იმისი საშუალება, რომ ვაკეთო ის, რაც მომწონს, რაც მიყვარს და რაც ჩემს ვალდებულებაშია, ხო? მოდი მაშინ ახლა ასე შემოვაბრუნოთ კითხვა, ამის საპირისპიროდ. რა ხდება მაშინ, როდესაც გაქვს სტრესი? სტრესს გააჩნია. თუ ეს არის პერიოდულობით, არ არის განგრძობითი, მუდმივი, როგორც ხშირად არის ჩვენს ყოფაში, გარკვეულწილად სტრესი კარგიც არის ხოლმე, იმიტომ რომ მე პირადად საშუალებას მაძლევს, რომ უფრო კონცენტრირდე, მობილიზაცია გავუკეთო ჩემ თავს და მოკლე ვადაში გავაკეთო იმაზე მეტი, ვიდრე ჩვეულებრივ ვაკეთებ ხოლმე. ეს როდესაც სტრესი პოზიტიურია და ძირითადად სტრესის დანიშნულებაც აქვს, ხო, რომ გვაიძულოს, რომ წინ წავიდეთ, რაღაცა კარგი გავაკეთოთ. მაშინ, როდესაც სტრესი განგრძობითია, ამ დროს რა ხდება? როდესაც სტრესი განგრძობითია, მაშინ რა თქმა უნდა, ყველაფერი იცვლება. ხდები უფრო ადამიანი ალბათ უფრო ხდება, უფრო აგრესიული, ნერვიული, ცუდ ხასიათზეა, ცუდი ფიქრები მოდის, უფრო ნეგატიური, არც თავის სამუშაო გარემო მოწონს. და მოკლედ კარგი არ არის. კარგი არ არის და ამ დროს მოდის ფიქრების კასკადი. და ეს ფიქრები ალბათ სულ უარყოფითია, ხო? ეჭვიშე გაქვს ყველას მიმართ და საკუთარ თავში და ყველაფერში. ამ სურათს ხატავ 10 ჯერ უფრო დრამატულად ვიდრე არის და თითქოს ბუქსაობ არა ერთ ადგილას, როდესაც ეს სტრესი განგრძობითია და მოდი უკვე მივუახლოვდეთ ჩვენს თემას და ვთქვათ, რომ სტრესი სხვა არის და შფოთი სხვა არის. ეს ორი სხვადასხვა ტიპის მდგომარეობა. თუმცა ფიზიკური გამოვლინება ორივეს ერთნაირი აქვს, ხო? დაძაბულობა, დაჭიმული კუნთები, აჩქარებული გული, რაღაცნაირად ფორიაქი და ამიტომ როდესაც ეს სიმპტომები ორივე შემთხვევაში ერთნაირია, ჩვენ გვერევა ხოლმე ეს ტერმინები, შფოთი გვაქვს, სტრესი გვაქვს, ესე კონკრეტულად არ მიჯნავთ ხოლმე, მაგრამ მოდი ახლა გავაკეთოთ ესეთი სქემა. აქეთ გვაქვს სტრესი და აქეთ გვაქვს შფოთი და ესე რომ შფოთი, როდესაც წარმოვიდგინოთ. ერთი არის ფიზიკური მდგომარეობა, სტრესი შფოთი არის მენტალური მდგომარეობა. სტრესი გარედან მოდის და შფოთვა კიდე ჩვენში არის. ეს შიგნიდან ბობოქრობს და შიგნიდან გვაწუხებს, ხო? შეიძლება სტრესის გამომწვევი სტრესორები თუ მიზეზები შემცირდეს და შესაბამისად სტრესიც იკლებს. შეიძლება შფოთის გამომწვევი მიზეზი შემცირდეს, მაგრამ შფოთი ისევ იქ არის და განგრძობითი სტრესი, მუდმივი სტრესი, რა თქმა უნდა, იწვევს შფოთს. ასია? კი, ნინო, გეთანხმები. სტრესი, როგორც ასეთი, როგორც მე აღვწერე, როცა საშუალებას მაძლევს უფრო მობილიზება გავუკეთო და კონცენტრირება გავუკეთო, ეს არის მოქცეული გარკვეულ ჩარჩოში. და ამ ჩარჩოში როცა არის, ანუ როცა არ არის განგრძობითი სტრესი, გაძლევს საშუალებას, რომ გარდაიქმნას ის ენერგია და დრაივად რომ მეტი გააკეთო, იმოძრაო, მიაღწიო, იმპროვიზაციასაც მიმართო, ხო? მაშინ, როდესაც შფოთი გაბნევს, ცუდ ხასიათზე გაყენებს, იზოლაციის სურვილს იწვევს და ასე შემდეგ. ამიტომ ეს ორი არის განსხვავებული მცნებები და კარგი იქნება თუ ამას, რა თქმა უნდა, გებოდა. მოდი მარტივად რო წარმოვიდგინოთ. სტრესი გეუბნება, რომ დღეს შენ ძალიან ბევრი საქმე გაქვს. შფოთვის მდგომარეობაში, როდესაც ხარ ასეთი დემონი გიზის, ხო? ხარზე და გეუბნება, რომ შენ ამას ვერ გაუმკლავდები. და ეს ყველაფერი რომ ჩააფლავო, მერე რა მოხდება და დრამატულად ცუდი ფიქრები და სურათები მოდის, ხო? კი.
და აი ამ შემთხვევაში ახლა რო ორგანიზაციასთან დავაკავშიროთ ეს ყველაფერი, როგორ ფიქრობ, რა უნდა ჰქონდეს ორგანიზაციას იმისათვის, რომ სტრესის გამომწვევი მიზეზები და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა ეს შფოთის გამომწვევი მიზეზები მაქსიმალურად შეამციროს და არიდოს საკუთარ თანამშრომლებს. ორგანიზაციულ კულტურას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ასე ვფიქრობ და ასე მიღებული ყოველ შემთხვევაში. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმაში, რამდენად შემცირდება შფოთი თუ შფოთვა და თუ რამდენად გაიზრდება ის უფრო ღია კოლეგიალურ გარემოში, სადაც well-being-ის კულტურა არის კარგად განვითარებული და ამაზე მე მგონი შენაპირებ ხო საუბარს თუ სწორად ვიცი. იქ უფრო მეტი საშუალებაა, რომ ადამიანმა მალევე შეამციროს ეს შფოთვის სიმპტომები, სტრესი იქნება ეს თუ შფოთვა, ეს ხანმოკლე იყოს და მალევე გარდაიქმნას უკეთესობისკენ. მაგრამ ისეთ კულტურაში, სადაც არის უფრო ჩაკეტილობა, იზოლაცია, სადაც არის მუდმივი კრიტიკა, ადამიანებს არ აქვს აზრის გამოთქმის საშუალება და ასე შემდეგ, ადამიანების ამ თანამშრომლების მიდგომა ხდება უფრო ჩაკეტილი. ისინი ვეღარ გამოთქვამენ თავიანთ შიშებს, აზრებს, ვერ ითხოვენ დახმარებას და ეს მათი ეს მუდმივი სტრესი გარდაიქმნება შფოთვად და შესაბამისად თავიანთი დამოკიდებულება სამსახურის მიმართ იქნება თუ საქმის მიმართ ძალიან უარყოფითისკენ უფრო უარყოფითისკენ მიდის. გეთანხმები და შენ ახსენე სიტყვა well-being-ი და ჩემი გაგებით ყველა კომპანიას რომელსაც სურს იყოს წარმატებული, სურს იყოს დობით აღჭურვილი, აუცილებლად ეს სამუშაო ჩარჩო, well-being-ი როგორც სამუშაო ჩარჩო შემუშავებული აქვს, ხო? well-being-ს ბევრი მიმართულება აქვს, თუნდაც ფინანსური კეთილდღეობა, ფსიქოლოგიური კეთილდღეობა, სოციალური კეთილდღეობა და ასე შემდეგ. თუმცა დღეს ჩვენ გავჩერდებით ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე, იმიტომ რომ ფსიქოლოგიური კეთილდღეობის ძალიან მსხვილი ნაწილია სტრესის მართვა ორგანიზაციებში. და რა თქმა უნდა, როგორც შენ თქვი, ყველა ამ მიმართულების და მიხედვით ორგანიზაციას აქვს მართვის გეგმა, შემუშავებული არის დოკუმენტი, პროცესი, თუ როგორ უნდა ვმართოთ სტრესი, როგორ უნდა ვმართოთ კიდევ სხვა საკითხები და მნიშვნელოვანი არის კიდევ ის, რომ დოკუმენტთან ერთად არსებობს ინსტრუმენტი, რომელიც ზომავს, რამდენად ეფექტურად და ეფექტიანად მუშაობს შენი შემუშავებული პროცესი. ხომ არის ასე? კი. სადაც არის ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზაცია წავა წინ, იქნება მეტი ინოვაცია, იქნება მეტი ჩართულობა და რა თქმა უნდა, შემოსავალიც ამის ხარჯზე ძალიან გაიზრდება. მოდი ამაზე ვრცლად რომ არ ვისაუბროთ, ძალიან მარტივ ჯერ ვცლად რომ არ ვისაუბროთ, ძალიან მარტივ კითხვას, 4 კითხვას შემოგთავაზებ და ჩვენს მაყურებელსაც ვურჩევ, რომ ყურადღებით მოისმინოს ეს 4 კითხვა და გასცეს პასუხი. საკუთარი თავიდან გამომდინარე ეს იქნება თუ გუნდის წევრების ფიქრებიდან გამომდინარე, ხომ? კითხვა ნომერი 1. რამდენად აქვთ თქვენი გუნდის წევრებს იმის საშუალება, რომ შიშის გარეშე გამოხატონ აზრები, აღიარონ შეცდომები და ისაუბრონ იმ ასპექტებზე, რაც მათ უქმნის სტრესულ მდგომარეობას. კითხვა ნომერი 2. თქვენს ორგანიზაციაში მმართველ პოზიციებზე მყოფი ადამიანები, მენეჯერები იქნებიან ეს თუ ლიდერები იქნებიან, არა აქვს მნიშვნელობა, რამდენად მოციფულები არიან. და ისევ ვუბრუნდებით ემოციური ინტელექტის თემას. აქ გავჩერდები და ისევ ჩვენს მსმენელს მივმართავ, რომ ჩვენ ძალიან საინტერესო წიგნის მიმოხილვა გავაკეთეთ ერთ-ერთ ეპიზოდში ზუსტად ემოციური ინტელექტის შესახებ და აუცილებლად მოусმინეთ, უფრო სიღრმეებში ჩახვალთ და კიდევ უფრო კარგად გაითავისებთ, რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანი ხარ მოციფული, ანუ ემოციური ინტელექტი საკმაოდ კარგად გაქვს განვითარებული. მოკლედ, რომ დავუბრუნდეთ კითხვას, ხო? რამდენად მოციფული გუნდი გვმართავს და განსაკუთრებით ყურადღება მივაქციოთ ემპათიის კომპონენტს. რამდენად ძლიერია მათში ეს ემპათიის კომპონენტი. კითხვა ნომერი 3. მდგომარეობს შემდეგში.
ჩვენ ძალიან ბევრი გამოწვევა გვაქვს, ძალიან ბევრი, როგორ ვთქვათ, ეს მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს. ხო, ზოგი კარგად მიდის, ზოგი ცუდად მიდის, ახლა აქ პოზიტიურად წავიდეთ, ნეგატიურად. ამ მომენტში ამაზე არ ვსაუბრობთ. მაგრამ აქ საუბარი არის კულტურაზე. როდესაც აი ამ დიდ გამოწვევას გადავლახავთ, რამდენად გვაქვს იმის კულტურა, რომ შემდეგ გუნდის წევრებთან ერთად დავსხდეთ, ვისაუბროთ, რა მოხდა, როგორ მოხდა და გავაკეთოთ გაცნობიერება. ვაღიაროთ ბევრი რამ და თუნდაც გაფუჭებულზე ვისწავლოთ უფრო უკეთესად ესა თუ ის პუნქტი როგორ უნდა გავაკეთოთ, ხო? აი ეს გაცნობიერების და რეფლექსიის მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც აბალანსებს ემოციებს. და ბოლო კითხვა და ძალიან მნიშვნელოვანი, ისევ თქვენ თავს დაუსვით და გუნდის წევრებსაც კითხეთ, რამდენად ადეკვატურია ის სამუშაო მოცულობა, რომელსაც ისინი ასრულებენ. რამდენად არის აქ ბალანსი დაცული. მოკლედ, თუ ამ 4-ვე კითხვაზე თქვენი პასუხი არის დადებითი, ესე იგი, ყველაფერი ძალიან კარგად არის. თუ ამ 4 კითხვიდან ერთზე მაინც პასუხი არის არა, შეგიძლიათ ჩართოთ მაღვიძარა და ადრეულ ეტაპზევე აღმოაჩინოთ ის ხარვეზები, რისი გამოსწორებაც შეგიძლიათ პროცესის დანერგვით, გამოკითხვით და ძალიან ბევრი ინსტრუმენტი არსებობს, თუნდაც ქცევაზე დაკვირვებით, ხო? მოკლედ აი ეს 4 მნიშვნელოვანი კითხვა არის, რომელზეც უნდა დავფიქრდეთ. დავფიქრდეთ, ამაზე კიდევ ვისაუბროთ, თუნდაც გუნდის მნიშვნელობაზე და ლიდერების ჩართულობის მნიშვნელობაზე, მაგრამ მანამდე წარვადგინოთ წიგნი. წარვადგინოთ წიგნი, ხო? დღეს ჩვენი ამორჩეული წიგნი არის Harvard Business Review-ს ერთ-ერთი გამოცემა ემოციური ინტელექტის ფარგლებში და ზუსტად სათაურიც ამას გვეუბნება, როგორ მართოთ შფოთი. თუ შფოთვა, რა ვიცი, შფოთი. როგორ ჩვენმა ოპერატორმა გვითხრა, შფოთი სიტყვა არ არის, შფოთვა. როგორ მართოთ მაშინ ეს მდგომარეობა, რომელსაც ქვია შფოთვა. ძალიან საინტერესო წიგნია, თავმოყრილი აქვს რამდენიმე ავტორის სტატია და კვლევა და ძირითადი მიზანი ამ წიგნის არის, რომ გვაჩვენოს რა უნარების გაძლიერება და გვეხმარება ამ მდგომარეობის გამკლავებაში და ასევე მოცემული არის სტრატეგიები და ჩვენ შევჩერდეთ რამდენიმე სტრატეგიაზე, რა თქმა უნდა, ამას თავიდან ბოლომდე ვერ მიმოვიხილავთ, შევჩერდეთ იმ სტრატეგიაზე, რომელმაც მიიპყრო ჩვენი ყურადღება. კარგი, ნინო, სანამ მივალთ სტრატეგიებამდე, დავუბრუნდეთ ისევ ორგანიზაციულ ჭრილში, რა გვჭირდება, რომ გავაანალიზოთ. ჩვენ დასვი უკვე ის კითხვები, რომლებიც ჩვენ თავს უნდა დავუსვათ ან ორგანიზაციულ ჭრილში, ან პირადად მე როგორც თანამშრომელმა იმ კუთხით, მაგრამ გარდა ამისა, უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ უნდა ამოვიცნოთ ადრეული ნიშნები. ანუ ქცევას დავაკვირდეთ ადამიანების ქცევას, რომ არ გაგვეპაროს, რომ ისინი მუდმივად არიან დასტრესილები, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს ფოთვაში, რომ რაღაც პროცესი მიდის ისეთი, რომელიც შეიძლება გამოვიდეს ჩვენი გავლენის სფეროდან, რაც უარყოფითად იმოქმედებს მერე საქმეზე, ხო? ორგანიზაციებში, სადაც არის ეს well-being-ის კულტურა კარგად განვითარებული და მეორეჯერ ვამბობ უკვე რომ მე კარგად აგვიხსენი კიდე ამაში რა კი გითხარი მოკლედ, მაგრამ რა შეიძლება რომ ამ კუთხით გავაკეთოთ. მალევე ვამჩნევთ, როდესაც ადამიანის, ანუ თანამშრომლის ქცევა იცვლება. და ეს შეიძლება იყოს საქმის გადადება, საქმის თავიდან აცილება, იზოლაცია, ჩუმად ყოფნა, პროკრასტინაცია და ასე შემდეგ. ორგანიზაციებში, სადაც well-being-ი არის განვითარებული, კულტურა, მალევე ხდება ამ ნიშნების ამოცნობა და შესაბამისი ზომების მიღება. რომ ეს კარგად გაიზარდოს შფოთვაში და არ დაზიანდეს საქმე. ერთსაც დავამატებ მე, ხო? კიდევ ერთი ინდიკატორი, რომელიც მიუთითებს, რომ რაღაც ხდება, არის ის, რომ ადამიანი, რომელიც ამ შფოთის მდგომარეობაშია, რას აკეთებს, რომ ნებისმიერი სიახლის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი. აი მოულოდნელი დავალებები როდესაც მოდის, ხო? აი პანიკაში ვარდება და ხატავს ისეთ დრამატულ სურათს, რომ აი იმის იქით არ არსებობს უკვე. არ არის ღია უკავშირის მიმართ.
და თვითონაც რა თქმა უნდა ჩართულობა საერთოდ არ აქვს და არანაირი ინოვაცია არ არსებობს, არანაირი კრეატივი არ არსებობს და ეს გუნდის დემორალიზაციასაც ემსახურება, იმიტომ რომ როგორც ჩვენ ვთქვით, მსგავსი ტიპის ქმედება თუ ემოცია ვირუსივით გადამდებია. ახლა მოდი გავამახვილოთ ყურადღება სტრატეგიაზე, რაც მე ძალიან მომეწონა და სპეციალურად ამოვიწერე, რომ ეს აუცილებლად მეთქვა და არ დამვიწყებოდა. ერთ-ერთი სტატია ამ წიგნიდან გვთავაზობს რამდენიმე ნაბიჯს, რომელიც დაგვეხმარება, რომ ჩვენ თვითონვე გავუმკლავდეთ აღნიშნულ მდგომარეობას. ნაბიჯი ნომერი 1. დაასათაურე, იდენტიფიცირება გაუკეთე, რა ხქვია ამ შენ სტრესს? რა არის ზოგადად ეს ყველაფერი? იმიტომ რომ სტრესულ მდგომარეობაში ჩვენ ხომ ის გვაქვს რა ბინდი გვაქვს გადაფარებული და როდესაც შეგვაქვს სათაური და სიცხადე სტრესი რა თქმა უნდა ქვემოთ ჩამოდის. ნაბიჯი ნომერი 2. დამიწდი. ცოტა ცუდა ჟღერს ხო? მიწაზე მყარად დადექი და ჩაეჭიდე რეალურ ფაქტებს. ანუ განაცხადა ეს ის ფიქრების კასკადი რომელია და რომელია ნამდვილად რეალური ფაქტი და ესეც რა თქმა უნდა ამცირებს ამ მდგომარეობას. მესამე ნაბიჯი არის ძალიან მნიშვნელოვანი, გამოიმუშავე მიკროჩვევები და თაკო სახეზე გეტყობა რა გაგახსენდა. ჩემი საყვარელი წიგნი ატომური ჩვევები. რომელიც გვეხმარება იმაში, რომ შევიმუშაოთ ესეთი ჩვევები, რუტინები, დღის წესრიგები, რომლებიც დაგვეხმარება ცხოვრების გარდასახვაში და ჩვენთვის სასურველი ცხოვრების შექმნაში. კი ბატონო, მოდი უფრო მარტივად აღსაქმელი რო გავხადოთ, ხო? რას ნიშნავს ეს მიკროჩვევები? რა თქმა უნდა, ისევ ჩვენი ეპიზოდი ამ წიგნის შესახებ და ნამდვილად მოგიწოდებთ, რომ ამ ეპიზოდსაც მოусმინოთ, იმიტომ რომ ბევრ საინტერესო რაღაცას აღმოაჩენთ და რატომ რუტინა დავუბრუნდეთ ისევ ამას. რუტინა შეიძლება იყოს, რომ მე ყოველდღე ვარჯიშობ, მე სანამ სამუშაოს შევუდგები, ეს to-do list აუცილებლად უნდა ჩამოვწერო. ან დავამთავრე სამუშაო დღე და ჩამოვწერე რა შევასრულე, რა ჯერ კიდევ პროცესში არის, რა გადავდე სხვა დღისთვის და ასე შემდეგ. კიდევ შეიძლება ესეთი არაჩვეულებრივი წესი მქონდეს შემუშავებული, რომ ყოველ 45 წუთში ერთხელ მე ვდგები, გარეთ გავდივარ 5 წუთი და შემოვდივარ. ან თუნდაც სუნთქვით სავარჯიშოებს ვაკეთებ, ხო? აი ეს რუტინა გვეხმარება იმის შეგრძნებაში, რომ უსაფრთხოდ ვარ და უსაფრთხოების შეგრძნება, რა თქმა უნდა, სტრესის დონეს ძალიან ამცირებს. ესეც ჩვენი მეოთხე ნაბიჯი და მეხუთე ნაბიჯი არის ამერია, მესამე ნაბიჯი იყო ეს, მეოთხე ნაბიჯი არის მოწოდება, რომ მოერიდეთ იზოლაციას. ადამიანები ვართ სოციალური ცხოველები. და ჩვენ ეს სოციალური ურთიერთობები ძალიან გვჭირდება. ანუ, ჩავიკეტებით, ყოველთვის არსებობს ჩვენთვის დობით აღჭურვილი თანამშრომელი, დობით აღჭურვილი კოლეგა. თუნდაც შეიძლება ორგანიზაციაში გყავდეს კოუჩი, რომელსაც უნდა მიუმართოთ. ზუსტად ეს ის პერიოდია, როდესაც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ეს სერვისი და ძალიან ბევრი კომპანია ზუსტად ბევრ რესურსს და ინსტრუმენტს თავაზობს თავის თანამშრომლებს, რომ ეს მდგომარეობაში ამცირონ. ეს იქნება კოუჩინგი, ან ეს შეიძლება იყოს უბრალოდ ფსიქოთერაპევტის დახმარება, ხო? ამიტომ იზოლაციას მოერიდეთ და მეხუთე ნაბიჯი და ძალიან მნიშვნელოვანი, გარდაისახეთ კონტროლის ფაზიდან გადადით ცნობის მოყვარეობის ფრაზაში და ეს როგორ ხდება ახლა მაგალითის საფუძველზე ვნახოთ. თაკო, წარმოიდგინე, რომ გეწვია სტუმარი, ზარია კარზე. ოღონდ ეს სტუმარი არის შფოთვა. გამარჯობა შფოთი. გამარჯობა შფოთვა. აქ რა ალბათ ვკითხავ, აქ რა მოგიყვანა? ხო ვერ ვეტყვი სტუმარს, ახლა სტუმარ მასპინძლობა და რამე რომ რატო მოხვედით ხო? მაგრამ მაინც ვკითხავ, აქ რა მოგიყვანა? სამწუხაროდ ახლა დაკავებული ვარ, არ მცალია შენთვის და ძალიან გთხოვ, მოდი სხვა დროს დავილაპარაკოთ. და რატო ვეუბნები ამას? ალბათ იმიტომ, რომ აღმართავ ბარიერს ჩემს და შფოთვას შორის.
ანუ ეს არ ნიშნავს, რომ სრულიად გავისტუმრებ. მე ალბათ დავიფიქრდები, რამ გამოიწვია ეს შფოთვა და ასე შემდეგ, მაგრამ შფოთვა მე არა ვარ, ხო? ეს არ არის ნამდვილი ადამიანი, ეს არ არის ნამდვილი რაღაც ცნება, ეს არის კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე ან კონკრეტული გამოცდილებიდან გამომდინარე და მინდა რომ ის გარკვეულწილად დავბლოკო. მოვიშორო, თუმცა ალბათ დავფიქრდები მე რამ გამოიწვია მისი ჩემთან სტუმრობა. ზუსტად ეს არის ხო ცნობის მოყვარეობა, რომ გამოვიკვლიო. ჩავდგე ჩემსა და ჩემს ფიქრებს შორის რაღაცნაირად ეს ყველაფერი გავმიჯნა და ცნობის მოყვარე ადამიანი როგორია? იკვლევს, ინტერესდება, ცნობის მოყვარე ადამიანი, ბევრად უფრო მედეგია. ამ დროს რა ხდება? ალტერნატივები მესახება გონებაში და უკვე გადაწყვეტილებებზე ვფიქრობ, აი აქ კიდევ შემოდის ოპტიმიზმი და ოპტიმისტი ადამიანები როგორი ქცევიან, ეს ჩვენ ყველამ კარგად ვიცით. ისინი არ ნებდებიან, მიზანდასახულად თავის საქმის და მიზნისკენ ისწრაფვიან. და სხვადასხვანაირ ხერხებს ცდიან, არიან კრეატიულები, არიან მხიარულები, არიან სასიამოვნო საურთიერთობო ადამიანები. მოკლედ, აი ეს ხუთი ნაბიჯი უაღრესად მნიშვნელოვანია და შენი აზრით, აი ყველაზე მნიშვნელოვანი, აი რაც აქამდე ვისაუბრეთ, ხო, სტრესსა და შფოთვასთან მიმართებაში, რა მნიშვნელოვანი, თუნდაც სამი რამ შეგვიძლია წავიღოთ აი ამ წიგნიდან. ის რომ შფოთვა და სტრესი ერთი და იგივე არ არის, რომ ესენი განსხვავდება ერთმანეთისგან, და თუმცა ერთი შეიძლება მეორეში გადაიზარდოს, მაგრამ ჩვენზე დამოკიდებული ამას როგორ მართავთ. ასევე ის რომ ორგანიზაციული კულტურა განსაზღვრავს, რამდენად შეიძლება ეს შფოთვა შემცირდეს ან გაიზარდოს და ამაში მნიშვნელოვანი როლი აქვს ლიდერებს, რომლებსაც შეუძლიათ შფოთვაზე საუბარი და სტრესზე საუბარი და ეს ნორმალიზებული აქვს სამსახურში, ხო? გადავედი ახლა იმ მოკლე იმიდან, მაგრამ ლიდერებს, რომლებსაც ნორმალიზებული აქვს არ ვიცი რამდენად სწორია ეს სიტყვა, თავიანთ შფოთვებსა და სტრესებზე საუბარი, მათ შეუძლიათ თანამშრომელს უთხრან, რომ არა უშავს, ესეთი რამეები ხდება, მეც მომსვლია მაგალითად, მოდი ერთად გავუმკლავდეთ და ასე შემდეგ. ასეთ სიტუაციებში ადამიანები უფრო თავისუფლად გრძნობენ თავს, უფრო მეც ცდილობენ, კულტურა სხვანაირი იქნება, მეტი კოლეგიალობა, მხარდაჭერა, თანამშრომლობა და შესაბამისად უფრო მეცაც აღწევს ხოლმე ის გუნდი. ეს არის სამი ასპექტი, რომელიც მე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ალბათ ქცევითი დარღვევების დაკვირვებების დროულად დროული ქცევითი დაკვირვებებიც, კი. ხო, ანუ როგორც კი ვხედავთ პატარ-პატარა სიმპტომს, დროულად მივხედავთ ამ ყველაფერს, რომ რაღაცა დიდ დაავადებაში არ გადაიზარდოს, ხო, იმიტომ რომ როგორც კვლევები ამბობს და ჩვენ ძირითადად ამერიკულ კვლევებს ვახსენებთ ხოლმე, იმიტომ რომ წიგნებიდან გამომდინარე ერთი და მეორე ეს რესურსი ხელმისაწვდომია და ძალიან ბევრი კვლევა არის ნებისმიერი მიმართულებით. შფოთი, ძალიან ბევრი ადამიანი არის შფოთვის მსხვერპლი და კვლევა გვაჩვენებს, რომ 13 დასაქმებულიდან ერთი ზუსტად აი ამ მდგომარეობას განიცდის და ძალიან დიდი მაჩვენებელია. მე ყოველ შემთხვევაში ასე მგონია, რომ საგანგაშო მაჩვენებელია, ხო? და დააკვირდნენ კანადის, ამერიკისა და ბრიტანეთის ახალგაზრდებს და ყველაზე მეტი შფოთვა მათში აღმოაჩინეს და რატომ? იმიტომ რომ გარემო ძალიან ბევრს მოითხოვს ჩვენგან, სტანდარტები ძალიან მაღალია და თვითონ ამ ახალგაზრდა თაობასაც თავის საკუთარი თავისთვის ძალიან დიდი თამასა აქვთ დაწესებული. მიილტვიან პერფექციონიზმისკენ და აი ეს ყველაფერი ამწვავებს ამ მდგომარეობას და ამიტომ არის მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური უსაფრთხოების კომპონენტი რამდენად კარგად არის შესწავლილი ორგანიზაციაში და რამდენად უზრუნველყოფილია, რომ შესაბამისი სერვისები და პროცესები შევთავაზოთ ჩვენს თანამშრომლებს. კი, ნინო, შენ ახსენე პერფექციონიზმი და რაღაც ბევრი კვლევა არის ამასთან დაკავშირებით რა. ყოველ შემთხვევაში მე რასაც წავაწყდი და პერფექციონიზმი ითვლება
ბევრ შემთხვევაში საბაბად სხვადასხვა აშლილობის, ხო? შეიძლება იყოს რაღაც დამოკიდებულების გაჩენის, იგივე მენტალური პრობლემების და ასე შემდეგ. ფიზიკური პრობლემები, შიშები. ენიაგრამაშიც ხომ ვახსენეთ, პერფექციონიზმი როგორ შიშებთან არის დაკავშირებული. და სამწუხაროდ პერფექციონისტებს ხშირად ახასიათებთ, რა, დაახლოებით 30-40%-ს ახასიათებს გადაწვა, ბერნაუთი, რასაც ეძახიან, ხო? მაგრამ გარდა ამისა, სამწუხაროდ პერფექციონისტებს კიდე ასევე ძალიან ხშირად ახასიათებთ პროკრასტინაცია. სწორედ იმის გამო, როგორც ჩვენ თქვი, რომ აქვთ შიში იმისა, რომ ისინი შეცდომას დაუშვებენ ან გააკრიტიკებენ. შესაბამისად, ასევე კვლევებით და ალბათ თქვენს შენს დამეთანხმებით და ალბათ მსმენელ მაყურებლებიც, რომ ეს რაღაცა ცირკულარული წრეა, ხო? პერფექციონიზმი იწვევს შფოთვას, შფოთვის შედეგად კიდევ უფრო ვერ აკეთებს საქმეს და კიდევ უფრო მეტი გინდა გააკეთო და ეს პერფექციონისტები ხო იმაზე მეც ვისახავთ მიზნად, ვიდრე შეგვიძლია რომ გავწუდოთ და მოკლედ ესე წრეზე დავდივართ. ჩაკეტილი წრესავით. კი ბატონო. ამიტომ ზომიერება, რა თქმა უნდა, ყველაფერში კარგია და როგორც შენ ახსენე, როდესაც შფოთვა მეწვევა სახლში და მე კი არ შემოუშვებ, მაგრამ მე ვეცდები რომ გავიგო ცნობის მოყარეობა გამეღვიძება, რამ გამოიწია ეს შფოთვა, რისი მეშინია, კი არ შევებრძოლები მას და ომს კი არ გავმართავ მასთან. ვეცდები რომ გავიგო რა უნდა. ანუ როგორც ნებისმიერი შიში, როგორც წინა ეპიზოდში ვილაპარაკეთ შიშების შესახებ, ისიც რაღაცას მანიშნებს, ხო? ის მეუბნება რომ სადღაც არის გაურკვევლობა, სადღაც არის პრობლემა, რაღაცას ვერ ვაკეთებ, ან მაწუხებს. აი სწორედ ამას უნდა ვეცადო, რომ გავიგო რა მაწუხებს, სად არის პრობლემა და გამოვიყენო ეს ინფორმაციისთვის და არ გავუმართო ომი. კი. ანუ შევაგროვო ეს როგორც მონაცემი და მე უკვე გავუკეთო ამ ყველაფერს ანალიტიკა. კარგი, ვიცით რა არის სტრესი, ვიცით რა არის შფოთვის მდგომარეობა, ვისაუბრეთ იმ ნაბიჯებზეც დასათაურე და ასე შემდეგ, გაუმკლავდი, თუმცა არსებობს კიდევ ძალიან საინტერესო ორი ანტიდოტი. და შენთან მინდა რომ კითხვით გადმოვიდე. ის ერთი ანტიდოტი, რომელიც შენ ყველაზე ძალიან მოგეწონა ამ წიგნიდან, რომელია? მართალი რომ კითხე, ორივე ძალიან მომეწონა. მოდი დავიწყებ ემპათიით, ხო? ემპათიაზე გვისაუბრია აქამდე ემოციური ინტელექტის ეპიზოდში, როდესაც გამოვხილეთ ეს წიგნი და ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ემპათია, ასე ვფიქრობ, მაგრამ თვით ემპათია კიდე უკვე სხვანაირად დავინახე ამ წიგნიდან. ანუ როგორც ავტორები გვეუბნებიან, არ არის აუცილებელი რომ მუდმივად ჩვენ თავს ვაკრიტიკოთ და ჯიბში ჩავუდგეთ და ისინი გვთავაზობენ სამ ნაბიჯს, რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ საკუთარი თავის მიმართ გავხდეთ ემპათიურები და ეს სამი ელემენტი მოდის თითქოს მოდის ბუდიზმიდან. მაგრამ არ შეგვეშალოს, მთავარია რომ თვით ემპათია არ არის თვით შეცოდება, ანუ საკუთარი თავი კი არ უნდა შეგვეცოდოს, უბრალოდ უნდა ემპათიურები ვიყოთ რა. ერთი არის ის, რომ საკუთარი თავის მიმართ უნდა ვიყოთ კეთილები, შევუნდოთ რამეც უცრო გავაკეთებთ და არ გადავიდეთ, არ გადავარდეთ თვითგვემასა და კრიტიკაში, როგორც გვჩვევია ხოლმე, ბევრს, ალბათ ყველას არა, მაგრამ ზოგს მეტნაკლები სიხშირით. მე როგორ შევინარჩუნოთ გონებრივი სიფხიზლე, გონებრივი სისავსე და შევეშვათ აი მუდმივად რაღაც პრობლემის ძებნას და ვიყოთ მშვიდად, უფრო მარტივად გავაანალიზოთ და ჩამოვაყალიბოთ ჩვენი აზრი და ასევე ვაღიაროთ, რომ ეს ყველაფერი შეიძლება იყოს გამოწვეული იმის გამო, რომ ჩვენ უბრალოდ ადამიანები ვართ. შეიძლება შეცდომა დაუშვათ რაღაცა სადღაც ფეხი წამოუკრა და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ ხო ადამიანები ვართ და ეს ნორმალურია. შეცდომები მოსულა. კი. და ხანდახან სასარგებლო და საჭიროა, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რაღაცას გვასწავლის, ხო? ნამდვილად. როგორც მე ვხვდები, მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის ის, რომ განვასხვავო ახლა მე ზედმეტად ვაკრიტიკებ ჩემს თავს, თუ ფაქტებზე ჩაჭიდებული რეალისტურად ვაზროვნებ, ხო? აი, აღმოვაჩინო ალბათ ის მომენტები, როდის მემართება აი ეს მდგომარეობა, რომ მოდის
კასკადი ისევ ამ ფიქრების, რომელიც ჩემს კრიტიკაზე არის მომართული, ხო? მნიშვნელოვანია ეს დავიჭიროთ ეს მომენტები. როდის ხდება ეს მომენტი და მე ყური დავუგდოთ, რომ რას გვეუბნება ჩვენს ყველაფერი და მოკლედ საკუთარი თავების მიმართ ვიყოთ, გამოვიჩინოთ თანაგრძნობა და გავუგოთ რა. კი, ოღონდ ეს რა თქმა უნდა არ უნდა გაგრძელდეს და არ უნდა მივცეთ საშუალება რომ სულ შეცდომას უშვებდე და სულ ერთსა და იმავეს ვაკეთებდე. სხვათა შორის ახლა რაც შენახსენე და იგივე ის რომ საშუალება არ მივცეთ ჩვენ თავს რომ სულ ერთი და იგივე შეცდომა დავუშვათ, კარგად დაისახება იმ სტრატეგიაში, რომელსაც გვთავაზობენ ამ თვითემპათიურობის გასაძლიერებლად, ხო? ამ სტრატეგიას ქვია care, რომელიც თავისთავად ნიშნავს ზრუნვას, თუმცა რეალურად ეს არის აბრევიატურა. და ძალიან მოკლედ ყოველ შემთხვევაში ვეცდები რომ მოკლედ მიმოვიხილო რა სიტყვალისწინებს ის. პირველი, ეს არის ის რომ დავიჭიროთ ჩვენი თავი, როდესაც ჩვენ თავს ვაკრიტიკებთ. რატომ ვაკრიტიკებთ, როგორ ველაპარაკებით, რანაირად მივმართავთ, არ ნიშნავს ეს რომ სარკეში უნდა ვიდგე და თაკო ეს რა ჩაიდინე დღეს რაღაცები ჩავატაროთ, მაგრამ ანუ შევიგრძნოთ, რატო ხდება ეს ჩვენი მხრიდან ჩვენი საკუთარი თავის კრიტიკა. შემდეგი არის აღიარება. აღიარება იმისა, რომ რაღაცა ემოცია უდევს ამას საფუძვლად, ხო? ეს არ არის ის, რომ აი მე უბრალოდ ჩემ თავს ვაკრიტიკებ, რომ ეს გააკეთე. რაღაცა ემოცია ის ფონურად გაზდევს ის შიში, ან საფიქრელი, რომელიც მე მოსვენებას არ მაძლევს. ეს იქნება სამსახურის დაკარგვა, კრიტიკა, ახალი პროექტის წარუმატებლობა. კი ბატონო. და ასე შემდეგ. შეიძლება ბევრნაირი რამე იყოს, მაგრამ მე უნდა ვეცადო, რომ ვაღიარო, ამოვიცნო, რა არის ეს, რაც მე მაწუხებს. შემდეგი არის, რაც ძალიან მომეწონა, მოითხოვე საკუთარი თავის ემპათია. ანუ შენ თავს ელაპარაკები ისე, თითქოს შენი საუკეთესო მეგობარი გელაპარაკება და ამ დროს გამოჩნდება ვინ არის შენი საუკეთესო მეგობარი სინამდვილეში. ანუ შენ თავს ელაპარაკები ისე, თითქოს შენ ელაპარაკები შენ საუკეთესო მეგობარს, რომელმაც იგივე გააკეთა, ხო? იგივე ან შეცდომა დაუშვა, ან პრობლემა გაუჩნდა და ასე შემდეგ. და ამხნევებ, რჩევას აძლევ და ასე შემდეგ. იზოლაციაში კი არ მიდიხარ, არამედ საუბრობ გამოხატავ შენს წუხილს და ეს ყველაფერი ესე კარგად სხვა პერსპექტივიდან კი ბატონო. კი და დისოციაციას აკეთებ რაღაცნაირად და ყველაფერი შოკეთილი ხარ ამ დროს. კი, აბარა, შენ საუკეთესო მეგობარს ურჩევ როგორ უნდა მოიქცეს და რომ ის მაინც ძალიან მაგარია, მე რა შეცდომები მოსულა, ხო? მოსულა. კი. და იმისათვის, რომ ეს შეცდომები არ გაგვიგრძელდეს და ასე შემდეგ, ანუ არ ჩავეხვეთ და არ ჩავერჭოთ ამ ჩვენ ფიქრებში, მე რა თქმა უნდა აუცილებელია, რომ მოვიძიოთ შემდეგი ნაბიჯები. რა გზებს მივმართათ, რას ვაკეთებთ. ავარჩიოთ ის ერთი ქმედება, რომელიც დაგვეხმარება, რომ არსებული სიტუაცია გამოვასწოროთ, ჩვენ სასიკეთოდ მივმართოთ. ან დავიწყოთ გამოსწორება თუნდაც. კი, აი თუნდაც ერთი ნაბიჯით, ანუ პატარეთ იწყება და მერე გაზარდო. შესაბამისად, როდესაც ჟღერს თითქოს როცა ესე ვსაუბრობთ, ისე ჟღერს თითქოს რთულია, მაგრამ სინამდვილეში ალბათ არ არის რთული. შემდეგში ვწდი ჩემ საკუთარ თავთან როგორც საუკეთესო მეგობართან საუბარს, მაგრამ თვით ემპათია რა კარგი რამე ყოფილა რა. ნამდვილად კი. ამიტომ როგორც ავტორები გვეუბნებიან, ის ადამიანები, რომლებიც თვით ემპათიას გამოხატავენ, ძალიან კრეატიული და მედეგები არიან, ამიტომ მეც ვეცდები, რომ ეს დავტესტო და გამოიყენო რეალურ ცხოვრებაში. ანუ იზრუნე საკუთარ თავზე, ასე გამოდის და მე თუ კარგად ვარ, რა თქმა უნდა, ჩემ გვერდზე ბევრიც კარგად არის, ხო? და მეორე ანტიდოტი, რაც ძალიან მომეწონა, ეს არის მადლიერება. მადლიერება ამცირებს გაურკვევლობას. მადლიერება შეიძლება არ ჩადის გამომწვევ მიზეზებამდე, მაგრამ კვლევები ადასტურებს, რომ მადლიერება გვეხმარება ბალანსის შენარჩუნებაში. მადლიერი ადამიანი არის ბევრად უფრო ჯანმრთელი, ბევრად უფრო მხიარული, ბევრად უფრო ჯანსაღი და მას კლინიკურათაც ის სიზღ ძარღვთა და ავადებები და ასე შემდეგ უფრო ნაკლებად ემართება თურმე, იმიტომ რომ იმუნიტეტი აქვს ესეთი კარგი. ამ დროს ანუ რა ხდება, რომ როდესაც მე ვიწვევ და ვეძებ
მადლიერებას ჩემი მაინდსეტი, ანუ ეს გონებრივი მოწყობა, პოზიტიური აზროვნებისაკენ მიექანება და პოზიტიური აზროვნებას რა შედეგები აქვს, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, ხო? მადლიერების გამოხატვის დროს ბიოქიმიურადაც გამოიყოფა სეროტონინი, გამოიყოფა დოპამინი, გამოიყოფა ოქსიტოცინი და ეს ყველაფერი ჩვენ გვაძლევს აი სიმშვიდის, ბედნიერების, მიკუთვნებულობის შეგრძნებას და ამიტომ ეს უაღრესად მნიშვნელოვანია. და მაინც რატომ ეს მადლიერება და ძალიან კარგი მაგალითი იყო წიგნში მოყვანილი და ეს მინდა რომ გავაჟღერო. მადლიერება და შური. ეს ორი ერთად ვერ იცხოვრებს, იმიტომ რომ მადლიერებით სავსე როდესაც ხარ და ასეთი ადამიანი ხარ და უკვე ასე ფიქრობ, როგორ წარმოგიდგენია რომ შურთან ერთად აკეთო ეს, ხო? აი რაღაცნაირად არ გამოდის და მაშინ როდესაც შენ ხარ სტრესში, მუდმივ სტრესში და ეს უკვე შფოთვაში არის გადაზრდილი, აქ შემოდის მრისხანებაც, შემოდის შურიც, შემოდის ბრაზიც და ძალიან კარგად თანამშრომლობენ ერთად ეს ემოციები იქნება თუ განცდები იქნება და ასე შემდეგ, ხო? და მაინც როგორ გამოვიწვიოთ ეს მადლიერება. ამისათვის ძალიან ბევრი კარგი სავარჯიში არსებობს და დღეს უკვე ჩვენი ძალიან საყვარელი მეგობარია ის ადამიანი, რომელმაც პირველად ბევრი წლის წინ გვაზიარა ხო ამ სავარჯიშოებს და ერთი დამამახსოვრდა ყველაზე კარგად, რომ ფოკუსირება გააკეთე მადლიერებაზე. თუნდაც ყოველ დღე დილას იქნება თუ საღამოს ჩამოწერე 3 რამ, რისი მადლიერიც ხარ დღეს. აი ამ კონკრეტულ მონაკვეთში. ანუ ფოკუსი მიდის მადლიერებაზე და ძალიან უხეში შედარება მინდა ახლა რომ მოვიყვანო. პირობითად, როდესაც მე მინდა ვიყიდო ახალი ტელეფონი და ვიცი კონკრეტული მოდელი, რა მემართება? აბსოლუტურად ყველა ადამიანს ვამჩნევ, ვისაც ეს ტელეფონი უჭირავს ხელში. და მაღაზიასთან რო ჩავივლით, საექსპოზიციო დაფაზე თუ არის ეს ტელეფონი გამოფენილი, აუცილებლად ჩემი ყურადღება მისკენ არის მიპყრობილი, ხო? ასე რომ თუ კი ეს შეგვიძლია ადამიანებს მადლიერებაზე რომ მივარჯიშოთ, რა თქმა უნდა, ამასაც გამოვიმუშავებთ, ამას დრო უნდა, ამას ძალისხმევა უნდა, მაგრამ მადლიერების რელსებზე გადაწყობა თურმე ჩვენ შეგვიძლია. და მაშინ ძალიან მოკლედ ახლა ვთქვათ, რომ რა შეუძლიათ ორგანიზაციებს რომ გააკეთონ და მე სანამ შენ პასუხს გამცემ, მახსენდება ის დრო, როდესაც ერთად ვმუშაობდით და შენი ინიციატივით თანამშრომლებთან მოვიდა ასეთი თხოვნა თუ მოთხოვნა თუ არ ვიცი ახლა ამ მომენტში ამას რა დავარქვათ, ну რას გთხოვდი, რომ თითოეულ ადამიანს ჩამოგვეწერა მადლობა ყველა დანარჩენი თანამშრომლისთვის გადაგვეხადა მადლობა, ოღონდ ეს მადლობა უნდა ყოფილიყო არგუმენტირებული. აი ახლა შენ მოყევი რა რეაქციები გახსოვს შენი გუნდისგან? მახსოვს ძალიან დიდი წინააღმდეგობა, ყველაფერი, ანუ ყველა იყო უკმაყოფილო, რომ მე, ანუ პატარა ორგანიზაცია ვიყავით, 25 კაცი იყო, ხო, სულ და ანუ მე იმას რა მადლობა გადავხადო და ასე შემდეგ. მოკლედ ანუ რამდენიმე დღე გავატარეთ სრულ ბრძოლაში და ბოლოს რაღაცნაირად დავითანხმეს უყოლა, რომ თითოეული თანამშრომლისთვის მადლობა დაეწერა კონკრეტული საქმიანობისთვის. მეც კი არ ველოდე რამდენი ვიჭიდავეთ, თაკო? ბევრი აი ძალიან, მაგრამ ღირდა, იმიტომ რომ აი ეს დღე სხვათა შორის რამდენიმე დღის წინ ამომიგდო, ანუ გამახსენა ფოტოებმა, ტელეფონის ფოტოებმა ეს დღე, იმიტომ რომ ეს ამოვბეჭდა დიდზე და აი ეს კმაყოფილება და სიხარული, აი თუნდაც მეც რო ვკითხულობდი თანამშრომლების მხრიდან გამოხატულ მადლობას, ხო? ანუ აი 25 კაცი რაღაცისთვის მიხდი და მადლობას 24. და ძალიან სასიამოვნო იყო, იმიტომ რომ მე საერთოდ არ შემიმჩნევია ის რო იყო სამადლობელი და ისევე როგორც მე სხვებს რო დაუწერე, იმათაც არ აღუქვიათ ეს რო მე ამისთვის მადლობას ვეთყოდი. იმათი მხრიდან ის იყო უბრალოდ მათი კეთილგანწყობებით გაკეთებული რაღაცა მარტივი საქმე და ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი იყო. და მოკლედ ძალიან კარგი დღე იყო, იმიტომ რომ ყველანი ვიყავით სავსე, კმაყოფილები, მხიარულები და ბედნიერები. და სხვათა შორის ამ ჩვენმა მეგობარმა, თათიამ, რომელმაც პირველად გაგვიკეთა ეს ტრენინგი, შემდეგში კიდე გაგვიკეთა ეს, ანუ არაერთხელ გავიარე ტრენინგი, სადაც ეს კომპონენტი შედიოდა, მაგრამ მახსოვს კიდევ ერთი დღე, როდესაც
ერთ-ერთ კონკრეტულ ადამიანს გადავუხადე მადლობა და იმისი გაოცებული თვალები არ დამავიწყდება დღემდე, იმიტომ რომ მითხრა რომ მეგონა რომ შენ მე ჩემი ატანა არ ქონდა, იმიტომ რომ ყოველთვის რაღაცაზე უარს გეუბნებიო რა. ანუ იმ ადამიანს თავისი მხრიდან ახსოვდა მხოლოდ ის, როდის მეუბნებოდა უარს და მე კიდე მახსოვდა რა თუცა მეუბნებოდა თანხმობას. უარიც მახსოვდა, მაგრამ ნუ თანხმობებს ხო მახსოვდა და აი ეს მადლობა, თბილი განწყობა და ასე შემდეგ, მოკლედ ეს რაღაცა ვაიბები თუ როგორ ქვია ქართულად, ანუ ეს მუხტმა სულ სხვანაირი თანამშრომლობა შექმნა მერე და გააღვივა. ნიშნულოვანია და რას ვაკეთებთ ამით ხო ჩვენ ვქმნით გამოცდილებას რომელიც ციფრებთან დაკავშირებული არ არის და აი ეს გამოცდილება აი ეს ემოციები ალბათ არასოდეს არ გვავიწყდება და მეც გამახსენდა ერთ-ერთმა ადამიანმა ისეთი რაღაცის გულისთვის გადამიხადა მადლობა რომ თვალები გამიფართოვდა რომ ვიფიქრე რომ ეს ხო ისედაც ასე უნდა ყოფილიყო და ძალიან გამიკვირდა თუმცა აი მე სიამოვნა და იმ მომენტში ძალიან ბედნიერი ვიყავი რომ ასე კარგად ჩარჩა ამ ადამიანს ეს მოგონება, ხო? მოკლედ ჩავისუნთქოთ, ამოვისუნთქოთ და დავფიქრდეთ, ხო? შენ როგორც მეგობარი, შენ როგორც დედა, შენ როგორც პარტნიორი, შენ როგორც ლიდერი და შენ როგორც ზოგადად ადამიანი. იყურები და ამჩნევ. რა შესაძლებლობები გაქვს გარშემო და რა უნარები გაქვს თუნდაც შენ ისეთი რომლის მადლიერიც ხარ. ეს უნდა დავაფასოთ, ხო? ვინ არიან ის ადამიანები სამსახურში, ვისი დანახვაც ყოველდღე გიხარია? რა ნივთი გაქვს ისეთი, რომელზეც მადლიერი ხარ, რომ აი ეს ნივთი უბრალოდ მე მაქვს და ვინ არიან კიდევ შენ ცხოვრებაში ის ადამიანები, რომელიც შეიძლება ხშირად ვერ ნახოთ თუმცა რომ დაფიქრდე მათ გარეშე წარმოიდგენ ცხოვრებას რამხელა სიცარიელე გეუფლება და ბოლოს სამი რაც მოხდა აი ამ წამს შენს ცხოვრებაში ამ მოკლე მონაკვეთში თუნდაც დღეს ან თუნდაც 2 საათის განმავლობაში და რა არის ეს სამი რამ რისი მადლიერით შეიძლება იყო ადამიანი. კი, ძალიან კარგი აზრია ნინო. და ისევ უბრალოდ უკან დაუბრუნდები, რომ როცა ადამიანის მადლიერი ხარ, გამოხატე. ანუ ამას ხო არაფერი უდგას, იმიტომ რომ შეიძლება ის ვერც ხვდება რა კარგი საქმე გააკეთა. აი ვთქვათ, ჩემთვის დაურეკავს ჩემთვის ძალიან ახლობელ ადამიანს და გადაუხდია მადლობა, ოღონდ წლების მერე რაღაცისთვის, რომელიც მე საერთოდ არ გამიაზრებია და არ მახსოვდა და ეს იმდენად კარგი იყო იმ კუთხე, იმიტომ კი არა რომ მადლობა მითხრა, არამედ დავინახე თურმე კარგი საქმის გაკეთება შეიძლება და ანუ მეტი ენერგია შემატარო, მეტი გავაკეთო, მეც ვეცადო, რომ ამის შესაძლებლობა და უნარი მაქვს და მეც ალბათ ვეცდები რომ ყოველთვის გამოვხატო ეს მადლიერი. კი. და ასევე მნიშვნელოვანია ვაწარმოოთ მადლიერების დღიური. ვაკეთოთ ჩანაწერები, ხო? და მაშინ, როდესაც ჩვენ ცხოვრებაში დგება გაურკვევლობა, ან არის ხოლმე რთული სიტუაციები, შეგვიძლია გადავშალოთ ეს მადლიერების დღიური და აი აქ დავინახავთ, რომ ჩვენი ცხოვრების ძალიან ბევრ ასპექტში ძალიან კარგად ვართ და ამის მადლიერები ვართ. მე ეს რომ სასწორზე დავდოთ, მივხვდებით, რომ ეს მადლიერება აი იმ კონკრეტულ სიტუაციას და სტრესულ სიტუაციას ნამდვილად გადაწონის და ჩვენ ამას გადავლახავთ და ვაჯობებთ, ხო? ანუ მადლიერება ეს არ არის რეცეპტი, ან არ არის წამალი, რომ აი დავლიე და განვიკურნე. ის მატებს პერსპექტივას. ის გვაიძულებს კარგი გაგებით, რომ პოზიტიურად ვიაზროვნოთ და როდესაც პოზიტიურად ვაზროვნებთ, ვართ უფრო ბევრად კრეატიულები, ბევრად უფრო იმედიანები და მოწოდებულები, მედეგები და მოწოდებულები, რომ წინ წავიდეთ და ჩვენ უკვე დასასრულისკენ მივდივართ და მოდი ორი კომპანიის მაგალითი მოვიყვანოთ და მე ვიცი, რომ შენ მოგეწონა Google-ის მაგალითი. კი, მინდოდა ამაზე მესაუბრა, იმიტომ რომ ძალიან მარტივი გადაწყვეტილება გქონდა. ანუ Google-მა შექმნა შიდა პლატფორმა, სადაც თანამშრომლები ერთმანეთს უხდიდნენ მადლობას, არა მარტო რაღაც კონკრეტული მიზნების და KPI-ების მიღწევისთვის, არამედ იმ ღირებულებებთან დაკავშირებით, რაც კომპანიას აქვს, ხო, ეს იქნებოდა თანამშრომლობა, მხარდაჭერა, დახმარება, ანუ აი სხვადასხვა
თუნდაც ძალიან მარტივი ქცევები. და აღმოჩნდა, რომ ეს ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა და შეცვალა სამუშაო კულტურა. ანუ ადამიანები გახდნენ უფრო გახსნილები, უხაროდათ, როდესაც მადლობას უხდიდნენ თავიანთ კოლეგას და თანამშრომელს და სტატისტიკები აქ ამოვიწერე. და თვითემპათიური ვიქნები და საკუთარ თავს არ გამაკრიტიკებ, რომ არასწორი ვერსია ამოვბეჭდე. სტატისტიკები არ დავურთე. 61% იყო კმაყოფილი, რომ იმ კომპანიაში მუშაობდა, ანუ 61%-ით გაიზარდა კმაყოფილება, ხო? 85% გრძნობდა ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებას. ანუ ეს სამუშაო კულტურა, რაც Google-ის მასშტაბი რომ გავითვალისწინოთ. კი ბატონო. და 80%-ს უხაროდა, რომ ყოველდღე უწევდა სამსახურში სიარული. ამისი მიღწევა ვფიქრობ, რომ საკმაოდ რთულია და თუ უბრალოდ ის პატარა ჟესტი, რომ გამოხატო შენი ემოცია ამხელა ცვლილებას და ამხელა ტრანსფორმაციას აკეთებს, რატომაც არა, რატო ქმნის შენ თავს ბარიერებს და მნიშვნელოვანია ის, რომ ეს მადლობა მარტო ზემოდან ქვემოთ არ მოდის, ხო? ეს თანამშრომლებს, კოლეგებს აქვთ ამისი საშუალება და ეს სტატისტიკა რაღაცა ფანტასტიკის სფეროა, მაგრამ რეალობაა და კენინო ღირებულებებთან არის დაკავშირებული და Google-ის ღირებულება რა არის? ინოვაცია. და სწორედ აი ამ მექანიზმით ადამიანებს უწყობენ ხელს, რომ იყვნენ კრეატიულები, ინოვატორები და ქმნიან ფსიქოლოგიურად უსაფრთხო გარემოს. კენინო სწორად აღნიშნე და გამომრჩა რომ მეთქვა, რომ ეს იყო უფრო peer-to-peer, ანუ კოლეგების მხრიდან. თუმცა ჩვენ აქამდეც არაერთხელ გვისაუბრია, რამდენად მნიშვნელოვანია ხელმძღვანელების მხრიდან უკავშირი. რა თქმა უნდა. არა მხოლოდ უარყოფითი, რომელსაც ხშირად ვაწყდებით, ისედაც ფორმას არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ დადებითიც. კი, და რამხელა ძალა აქვს მას. მეორე მაგალითი ისევ და ისევ შემიძლია მოვიყვანო Apple-ის კულტურიდან და ეს ვიდეო რანაირად გავარდა სოციალურ ქსელში, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ გავარდა და ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა. არა და აი ახლა მოვყვები, როგორი მარტივი იყო. ადამიანმა მარკოს ალონსომ დამემახსოვრებინა ეს სახელი და გვარი შეასრულა 10 წელი. ანუ Apple-ში მუშაობის 10 წელი და კომპანიამ გადაწყვიტა, რომ პერსონალურად მისთვის გადაეხადა მადლობა და რა ფორმით გააკეთა ეს აი ის მეტალი, რომელსაც ისინი იმ დროს იყენებდნენ სხვადასხვა პროდუქტის დასამზადებლად, ხო, გამოიყენეს ეს კონკრეტული მეტალი, სადაც ამოტვიფრეს ამ ადამიანის სახელი, გვარი და ის თარიღი, საიუბილეო თარიღი, შემდეგ შეფუთეს იმ ლამაზ შეფუთვაში, რომელიც აქვს ხოლმე მათ პროდუქციას და ასე მიართვეს ამ ადამიანს. გარდა ამ საჩუქრისა, ტიმ კუკმა, რომელიც აღმასრულებელი დირექტორი იყო Apple-ის, მისწერა ადამიანს პერსონალურად მას მისწერა მადლობა და ეს მადლობა რა თქმა უნდა არგუმენტირებული იყო ქცევაზე, იმ ღირებულებაზე, რაც ამ ადამიანმა შექმნა და იმ გავლენაზე, რაც ამ ადამიანის მოღვაწეობას ჰქონდა კომპანიაში, ხო? არა KPI-ებზე მიბმული, არამედ უფრო ღირებულებებზე დაყრდნობით და ვითომაც არაფერი ძალიან მარტივი. თუმცა აი აქედან რისი დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ, ხო, რომ ეს როდესაც კულტურის ნაწილია და მუდმივად ხდება, მაშინ აქვს ამას ფასი. თან ვფიქრობ, რომ აი თაკოს რა გაუხარდება და მისთვის რა იქნება დასამახსოვრებელი. აი ეს შეგრძნება, ეს გამოცდილება, ეს ემოცია, რომელიც მას მუდამ თან ექნება, ხო? და ამის დანერგვა შეგვიძლია ნამდვილად კომპანიაში. არა ისე რომ გამახსენდა დღეს და დღეს ერთს გავუკეთე, ხვალ მეორეზე მე 6 თვე არაფერი აღარ გამახსენდა. არამედ ეს უნდა იყოს მუდმივი და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას. მაშ ასე რადგან ჩვენ მეტნაკლებად მიმოვიხილეთ ეს არაჩვეულებრივი წიგნი და გავაჟღერეთ ის, რაც ჩვენთვის იყო საინტერესო, შეგვიძლია ასეთი დასკვნა გავაკეთოთ, რომ ამ სისტემების დანერგვას უნდა მხოლოდ კეთილი ნება. მყარი well-being-ის ჩარჩო და კომპონენტი, რომელიც უზრუნველყოფს ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებას, ხო? გქონდეს მადლობის სისტემა
ეს შეიძლება იყოს მადლობა გუნდს, შეიძლება იყოს კი არა, აუცილებლად უნდა იყოს მადლობა გუნდს, ერთ-ერთზე შეხვედრების დროს მადლობა კონკრეტულ ადამიანს, კონკრეტული ადამიანის აღიარება გუნდის წინაშე და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი მექანიზმი არსებობს, ასე რომ მნიშვნელოვანია, რომ ეს ჩვენი კულტურის განუყოფელი ნაწილი იყოს. მაშასე მეგობრებო, ესეც ჩვენი მე-10 ეპიზოდი და ჩვენ თავიდან პირობა მივეცით თაკომედაშენ ერთმანეთს რომ ჩავწერდით 10 ეპიზოდს ჩვენი საყვარელი წიგნების შესახებ და ახლა მე მგონი დროა რომ ჩვენს მსმენელს მივმართოთ თხოვნით რომ გამოიწერონ ჩვენი არხი და გამოგვეხმაურონ, ხო? უკავშირი გაგვიზიარონ და აუცილებლად კომენტარების სახით მოგვაწოდეთ თქვენ რომელი წიგნის განხილვას ისურვებდით და შემდეგი ეპიზოდებისთვის ჩვენ მოვემზადებით და ვეცდებით რომ ძალიან საინტერესო მიმოხილვა მოვამზადოთ თქვენ სურვილებზე დაყრდნობით. მაშასე ანას აქვე დავზერო თუ ისურვებდით რომ სტუმარიც მოვიწვიოთ კონკრეტულ წიგნთან დაკავშირებით იქნებ ეგეც გვითხრან. არა? რატომაც არა? ნებისმიერი იდეისთვის მზადვართ და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით რომ ეს ყველაფერი თქვენზე მორგებული და თქვენი სურვილების გათვალისწინებით მოხდეს. დიდი მადლობა ნინო, ესეც სასიამოვნო თემით თემებზე ვისაუბრეთ ბოლოს, რომ ახლა თვით ემპათიური და მადლიერებით სავსე მომთავრებ ამ ეპიზოდს, ძალიან კარგი ხასიათზე ვარ, დამშვიდებული ყოველგვარი შფოთვისა და სტრესისგან თავისუფალი. დიდი მადლობა. დიდი მადლობა შენ. და შემდეგ შეხვედრამდე.